ჯგუფის ერთ-ერთი წევრი დააკავეს. პოლიციამ მის ერთ საათში გაათავისუფლა, თუმცა მოგვიანებით უკვე უშიშროებამ ადვოკატთან ერთად დაკითხვაზე სარფში წაიყვანა. დაკავებული სარფიდან მხოლოდ ღამის 2 საათზე გაათავისუფლეს. თავისუფლების ინსტიტუტი აცხადებს, რომ ეს უკანონო დაკავებაა სამართალდამცველების ასეთი ქმედება კი ჩრდილს თავად პრეზიდენტს აყენებს. ეს არის ჩემის აზრით შემთხვევა, რომლისთვისაც უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც გასცა ბრძანება დავით რობაქიძის დაკავებასთან დაკავშირებით. ეს ადამიანი, რასაც აკეთებდა, ეს არის გამოხატვის თავისუფლება და არავის არ აქვს ამ ქვეყანაში უფლება ნებისმიერ ადამიანს შეუზღუდოს ესეთი ფორმით გამოხატვის უფლება. მან აყარა პროკლამაციები, სადაც ეწერა, რომ დაითხოვეთ უფუნქციო უზენაესი საბჭო და ძირს ვაშალომიძის კლანი. მას ამის სრული უფლება ჰქონდა. რეპრესია შეიძლება არ იყოს ის, რომ ადამიანი მანქანაში ჩასვან, წაიყვან და სხვაგან ჩამოსვან. პირდაპირ თუ ამ ფაქტს შევხედავთ, მაგრამ როდესაც ამას პოლიტიკურ კონტექსტში განვიხილოთ, პირდაპირ მანიშნებელია იმისა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ არაფრის თქმა არ შეიძლება. გაგვიყვანეს მანქანაში ძალით ჩამსვეს, ჩემს ადვოკატთან ერთად ვიყავი და გაგვიყვანეს ქალაქ გარეთ, სადაც ეს ხდებოდა 8-15 წუთზე და ღამის 2 საათამდე ფაქტიურად ქალაქ გარეთ ვყავდით გაყვანილი სარფის მიმდებარე ტერიტორიაზე. არაფერს ტელეფონები გამორთული გქონდა სულ ყველას გამოგვატიშიან და ერთმანეთში გქონდნენ მარტო გადარეკვები, რომ რა ვქნათ, როგორ ვქნათ, ჯერ არ შემოიყვანოთ და რაღაც ასეთი ისინი. მკვლელობა გახსნილია ბათუმის პოლიციამ ეჭვმიტა